ჩვენ ვიმყოფებით ინწრას ხეობაში. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და თვალწამტაცი ბუნება არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის. მოგეხსენებათ, რომ ინწრას ხეობიდან მარაგდება 4 ადმინისტრაციული ერთეული წყლით და დიდთოვლობამ სამწუხაროდ შეაფერხა წყალმომარაგება ინწრის სათავეში. დაახლოებით 70 მეტრამდე მილები დააზიანა, რომლის შედეგადაც სამ ეტაპზე შეზღუდული არის ადმინისტრაციული ერთეულების წყალმომარაგება. როდესაც უკვე საშუალება შეიქმნა იმისა, რომ ამოსულიყავით ადგილზე დაგვეთვალიერებინა, დადნა თოვლი, ჩვენ პრაქტიკულად 3 დღეში შევძელით ის, რომ შეგვექმნა ხასთაღრიცხვა, სავარაუდო პროექტი და ჩვენ უკვე უახლოეს მომავალში მაქსიმუმ 1 კვირაში დაიდება ტენდერზე სამუშაოების შესრულების ტენდერი, რომლითაც რა თქმა უნდა აღდგება წყალმომარაგება და აღდგება იმ 4 ადმინისტრაციული ერთეულების წყლის მომარაგების უზრუნველყოფის საკითხი. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მოკლე ვადებში გაგვეკეთებინა პროექტი და ბუნებრივია გამოგვიყო შესაბამისი თანხები იმისათვის, რომ მოსახლეობას ქონოდა მუდმივი წყალი. ბუნებრივია წყალმომარაგება არის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და იმ დროს, როდესაც ხდება შეფერხება, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფ ვადებში ვახორციელებთ ამ სალიკვიდაციო ღონისძიებებს. ამჟამადაც შევეცდებით, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავაკეთოთ ეს ყველაფერი და ინწრას ხეობაში აღვადგინოთ მილები, მოვამარაგოთ მოსახლეობა წყლით და მინიმალური დისკომფორტი შევქმნათ მათ. ბუნებრივია ეს არის სტიქია და სტიქიის შედეგად ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ აღმოვხვრათ ის დაზიანებები, რაც სტიქიამ გამოიწვია. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ძალიან ძველი მილები, რომლებიც პრაქტიკულად მიწის ზედაპირზე არის განთავსებული. ეს არის რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამონტაჟებული მილები და რა თქმა უნდა ამორტიზებულია და მუდმივად ასე ვთქვათ საჭიროებს შეკეთებას და საჭიროებს გამოცვლას. ეხლა საკმაოდ დიდი მონაკვეთი იქნება შეცვლილი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მონაკვეთისგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოსახლეობას არ შეექმნება პრობლემა და მომარაგდება წყლით 24 საათის განმავლობაში. დაახლოებით 70-80 მეტრი არის შესასვლელი მილები, ეს არის 250-იანი და 150-იანი მილები, საკმაოდ დიდი ნაკადი მოედინება წყლის, წყალუხვი მდინარეა მოგეხსენებათ ხეობა, ამიტომ ეს საშუალებას მოგცემს, რომ მათ შორის აღვადგინოთ დაზიანებული მონაკვეთები კიდევ მთელი ხეობის სიგრძეზეც და სრულად, ასე ვთქვათ, ჩავაყენოთ მწყობრში ეს სისტემა, რომელიც რა თქმა უნდა მიეწოდება მოსახლეობას.